ძალიან მალე ვხვდები 23 წლის და ეს არის 22 რჩევა, რომელიც მე ამ დროის განმავლობაში გამოვიმუშავე და საკუთარ თავზე გამოვცადე. ამიტომ მოდით დავიწყოთ და ჩავშალოთ 22-ვე რჩევა. გამარჯობათ მეგობრებო, პირველ რიგში კეთილი იყოს თქვენი მოგბრძანება ჩემს არხზე, მე ვარ ნიკა და დღეს მე ვიცისაუბრებ 22 რჩევაზე, რომელიც არ არის იდეალური ცხოვრების ფორმულა, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩემთვის ძალიან ღირებული აღმოჩნდა. და პირველი რჩევაც დაიწყე დღესვე. ეს არის იდეალური ამონახსნი ყველა ამოცანისა, რასაც ვცდილობ ცხოვრებაში ამოხსნათ. წარმოიდგინეთ, რამდენი რაღაცის გაკეთება გვინდა, მაგრამ დრო ისე გადის და პრობლემებიც ისე გვემატება, რომ ვერასოდეს ვერ ვახერხებთ იმის გაკეთებას, რაც ამდენი ხანია გვინდა. თავარი არის, რომ ჩათვალოთ საკუთარი თავი ღირებულად იმის, რისი გაკეთებაც გინდათ და ფიქრობთ, რომ ეს თქვენ გამოგივათ. არ არის საჭირო, რომ იყოთ ზედმეტად თავდაჯერებული იმის, რის გაკეთებასაც აპირებთ, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ უბრალოდ გინდოდეთ და კონცენტრირებული იყოთ იმ მიზანზე, რისი გაკეთებაც გინდათ. მეორე რჩევა. დისციპლინა მოტივაციაზე ძლიერია. კიდევ ერთხელ, დისციპლინა მოტივაციაზე ძლიერია. იმისთან მიუხედავად, რომ მოტივაცია უფრო ძლიერი გვეჩვენება და გგონია, რომ მოტივაციით უფრო ბევრს გავაკეთებთ, სინამდვილეში ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და საკუთარი თავის მოტყუება, რადგან რეალურად შედეგს ვაღწევთ დროის დათმობით. თუ მე მოტივაცია მომივიდა და დღეს გავაკეთე მხოლოდ, მე შედეგს ვერ მივიღებ. შესაძლებელია მოტივაცია მომცეს დაწყების საშუალება, მაგრამ დისციპლინა არის ერთადერთი რამ, რაც გვაძლევს რეალურ შედეგს. მესამე რჩევა. ჯანმრთელობა არის შენი ყველაზე დიდი ინვესტიცია. ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს იმისათვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელი. საშუალოდ, ზოგადად ჯანმრთელი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკურად აქტიური იყოს, ყოველდღე გააკეთოს თუნდაც გაწელვები თუ ვერ ახერხებს ზალისმიერ ვარჯიშებს, ასევე კვება არის ერთ-ერთი გადამწყვეტი, ამიტომაც მნიშვნელობა მიაქციეთ თქვენს კვებას. რჩევა მეოთხე. არ შეადარო საკუთარი თავის სხვებს. არანაირი აზრი არ აქვს. არანაირი ბენეფიტი არ აქვს. არანაირი სარგებლიანობა არ აქვს. ასე რომ უბრალოდ არ შეადარო ამის ჩასშლა უბრალოდ არ მჭირდება ვინც მიყურებს იცის რატომაც. რჩევა 5. შეცდომები არის ყველაზე კარგი მასწავლებელი. თუ შენ შეცდომები არ დაგიშვია, შენ არ გიცხოვრია. თუ შეცდომები რამდენჯერმე გაქვს დაშვებული, ესე იგი ნიშნავს, რომ ცხოვრებაში ერთ ადგილას ტრიალებ და გიჭირს წინ წასვლა. თუ შეცდომა ორჯერ ან მინიმუმ ერთხელ გაქვს დაშვებული, ეს ნიშნავს, რომ შენ მაქსიმალურად ცდილობ შეცდომებზე ისწავლო და ამაზე კარგი ცხოვრებაში არაფერი არ არის. რჩევა მეექვსე. ისწავლე არას თქმა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ელემენტარული არა, სიტყვა არა, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს მხოლოდ იმის გამო, რომ ეშინია რომ სხვა ადამიანების თვალში ცუდი არ გამოჩნდეს, არას თქმა არ შეუძლია. ჯობია რომ სხვა ადამიანები უბრალოდ გადააგდოთ, მაგრამ საკუთარი თავი არასოდეს. თქვენ რადგან არა არ თქვით, უფრო კარგი არ გამოჩნებით, უფრო კეთილი არ გამოჩნებით, უფრო იდეალური არ გამოჩნებით. ამიტომაც მიხედეთ თქვენ საქმეს და უბრალოდ და საჭირო უბრალოდ ის უთხარით. თან არ გჭირდებათ ამის ახსნა, როდესაც არას ეტყვით, არ არის საჭირო ახსნა, რატომ? თუ რა თქმა უნდა თქვენ აქვსოთ. რჩევა მეშვიდე. დრო არის ყველაზე ძვირფასი რესურსი და ძვირი რესურსი. ამიტომ ამ დროს პირველ რიგში ნუ გაპლანგავ, მეორე ცუდ ადამიანებთან ნუ დახარჯავ, ცუდ ადამიანებში გულისხმობ ადამიანები, რომლებიც შენთვის არ არიან კარგი და თავს არ გაგრძნობლებენ კომფორტულად და კარგად. და მესამე უბრალოდ ის არის, რომ ეს დრო მაქსიმალურად კარგად გამოიყენე და იყავი ადამიანი, რომელმაც იცის დროის მენეჯმენტი. რჩევა მერვე. ცუდი ჩვევები ნელ-ნელა ანადგურებს შენს ცხოვრებას. იმისთან მიუხედავად, რომ თავს ახლა კარგად გრძნობ, როცა სვამ, როცა ეწევი, როცა სკროლავ თუნდაც ეს შენს გონებას ნელ-ნელა კლავს, ანელებს, ნაკლებად კრეატიულს ხდის. ცხოვრების მუღამი ნელ-ნელა გეკარგება იმისთან მიუხედავად, რომ ამ პატარა ჩვევებით ცხოვრებას ეხლა იხალისებ. ამიტომაც შეიქმენ ისეთი ჩვევები, რომელიც შენს ცხოვრებას უფრო გაალამაზებს, გაამრავალფეროვნებს დროის მანძილზე და თავს უფრო უკეთესად გაგრძნობინებს. რჩევა მეცხრე. იკითხე, რაც შეიძლება მეტი.
ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მე კითხვა მიყვარს, არის სხვადასხვა პერსპექტივებიდან სიტუაციების დანახვა. კითხვა მომცა საშუალება, რომ ჩემი მსოფლმხედველობა გამხდარიყო ფართო, სოფლიოს მასშტაბის, დიდი და შეგახედებს სიტუაციას არა მხოლოდ ერთი კუთხიდან, არამედ მეორედანაც. ასე რომ იკითხე ბევრი. რჩევა მეათე. შენთან ახლოს მყოფი მეგობრები ძალიან დიდ გავლენას ახდენენ შენს მომავალზე და ზოგადად შენს ცხოვრებაზე. თუ ყავს ისეთი მეგობრები, რომლებიც ნეგატიურად აზროვნებენ, შენც რაღაც დროის შემდეგ გახდები პესიმისტი და ცხოვრებას ნეგატიურად შეხედავ. თუ ისეთი მეგობრები ყავს, რომლებსაც ცხოვრება ფეხებზე კიდიათ და პასუხისმგებლობა საერთოდ არაფერზე, შენც ისეთივე გახდები. თუ ახლა შენ პასუხისმგებლიანი ხარ და ესეთ ადამიანებთან ხშირი კომუნიკაცია გექნება, ან დაშორდები ამ მეგობრებს, ან გირჩევთ, რომ ან მეგობრები საერთოდ არ გყავდეთ. ან ისეთი გყავდეთ, რომლებიც გამორჩეულები იქნებიან თქვენთვის და თქვენნაირი მიზნები ექნებათ ცხოვრებაში. რჩევა მე-11. მოქმედება ყოველთვის აჯობებს გადამეტებულ ფიქრს და ამის ძალიან კარგი მაგალითს მოგიყვანთ. ძალიან მიყვარს ცურაობა, ერთხელაც გადავწყვეტე, რომ თავით გადამხტარიყავი, მაგრამ რატომღაც არ შემეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება და ბოლოს 10 წუთიანი ფიქრის შემდეგ ხელი მკრეს და უბრალოდ გადამაგდეს. მაგრამ როდესაც მეორეჯერ დავაპირე, გადახტომა, უბრალოდ გადავხდი და რა თქმა უნდა ცუდად დავეც, მაგრამ არაფერი არ მეთქენია ისეთი, რის გამოც ესე ვღელავდი. როდესაც მესამეჯერ ავედი, მესამეჯერ გამომივიდა. იმიტომ რომ არ მიფიქრია ბევრი, უბრალოდ გავაკეთე, უბრალოდ უნდა ეცადოთ. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ფარგლებში, მაგრამ ყოველთვის იმოქმედეთ, იმიტომ რომ ერთადერთი რამ, რაც ცხოვრებაში წარმატებას მიგაღწევინებთ ან ელემენტარულ თავით გადახტებით, ელემენტარულად თავით გადახტებით, ის არის უბრალოდ მოქმედება. ფიქრი არის საჭირო მხოლოდ სტრატეგიისთვის. რჩევა მე-12. კომფორტის ზონა პროგრესის მტერია. აუცილებელია კომფორტიდან გამოსვლა იმისათვის, რომ ჩვენ ცხოვრებაში რაღაც ახალ ეტაპზე ავიდეთ. რჩევა მე-13. პატარა პროგრესი ყოველდღე დიდ შედეგს ხდებს. თუ ბავშვობაში გქონიათ ყულავა, მიხვდებით რაზეც საუბრობ, ყოველ დღე 1 ლარის ჩაგდებით, თუნდაც 5 ლარის ჩაგდებით, თეთრების ჩაგდებით, ჩვენ რაღაც დროის შემდეგ ვაგროვებთ დიდ თანხას, რითაც შეგვიძლია სასურველი სათამაშო ვიყიდოთ, სასურველი DVD გვეყიდა მაშინ და ასე შემდეგ. თითქოს იმ დღისთვის ეგ 20 თეთრი, 30 თეთრი მაშინდელი ბულკისთვის მოვიკელი, მაგრამ მე რაღაცა დროის შემდეგ დიდი გამარჯვება მოვიპოვე, დიდი შედეგი დავდე. მაგალითად, პირობითად 100 ლარი შევაგროვე და სასურველი ტანსაცმელი ვიყიდე, ხო? ამიტომაც ეს მაგალითი აიღეთ თქვენი ბავშვობიდან, არც მოგება ბავშვობაში ეგეთი რაღაც გაიკეთებიათ და ყოველდღიურ ცხოვრებაში ახლა შეხედეთ ეს, ხო? რაღაც მიზანი თუ გაქვთ, ყოველდღიურად ერთ-ერთი რაღაც გააკეთეთ მისთვის, თუნდაც 5 წუთი, 10 წუთი დაუთმეთ და აუცილებლად ნახავთ რაღაც შედეგს მაინც. რჩევა მე-14. ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ შენი ღირსება ამაზე უმაღლესად დგას. თუ თქვენ გიწევთ ფულის გამო მოტყუება, სხვა ადამიანის მოტყუება, ღალატი, ნებისმიერი რამ, რაც არ არის სამართლიანი, სხვა ადამიანს როდესაც უკეთებთ, არანაირად არ გიღებთ ეს ფული თქვენ. ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ სხვა გზებით პატიოსნურად იშოვოთ. ამიტომაც ფულის გამო ნუ გადააბიჯებთ თქვენს ღირსებებს. რჩევა მე-15. სოციალურ მედიას შეუძლია შენი დროის მოპარვა, ისე რომ ვერ მიხვდები. ერთ დღეს დაახლოებით 8 საათი ვიყავი თითქმის გადამულად სოციალურ ქსელში და დღის ბოლოს თავი ძალიან დამნაშავედ ვიგრძენი. იმიტომ რომ ამ 8 საათში საკუთარი თავისთვის იმდენი რაღაც შემეძლო გამეკეთებინა, მაგრამ მე ავირჩიე დროებითი სიამოვნება. და თუნდაც ახლაც ვმუშაობ მაგ საკითხზე და ვფიქრობ, რომ ნორმალური არის, რომ რაღაც დრო გაატარო სოციალურ ქსელში, მაგრამ სოციალურ ქსელს სწორედ ეგ აქვს დამოყენებული, რომ შეუძლია შენი დროის მოპარვა. ამიტომ ვერ მიხვდები, რამდენი ხანს ატარებ სოციალურ ქსელში და სოციალურ ქსელთან ძალიან ფრთხილადაც იყავით, ესე ვიტყვით. რჩევა მე-16. საკუთარ თავზე მუშაობა არასოდეს დასრულდება ჩვენ ცხოვრებაში. ყოველთვის გამოჩნდება ესეთი პრობლემები, ესეთი სიტუაციები, სადაც მოგიწევს, რომ რაღაც სიტუაციებს თავიდან შეხედო, გადააფასო რაღაც ღირებულებები,
სხვანაირი ღირებულებები იყოს შენთვის ახლა მნიშვნელოვანი და ასე შემდეგ. რჩევა მე-17. რაც უფრო მეტ საუბრობ, მით უფრო ნაკლები სურვილი გაქვს რომ იმოქმედო. ერთხელ მახსოვს, მინდოდა რაღაცის კონკრეტულად აღარ დავასახელებ რის შეძენა. მინდოდა რაღაც მატერიალური საგნის შეძენა. იმდენი ვისაუბრე ამ ყველაფერზე, რომ ამის ყიდვას ვაპირებ, ბლა ბლა ბლა, ყველას ვუთხარი რომ ის უნდა ვიყიდო, რომ სრული აღარ გამიჩნდა, რომ თანხა შემეგროვებინა და ეს რაღაც მიყიდე. იმიტომ რომ ჩემს გონებაში მე ეს რაღაც უკვე ვიყიდე და გამოვიყენე. ამიტომ აღარანაირი სურვილი და ის ეუფორია, რაც მოქმედებაში უნდა გამიკეთებინა, არ განმახორციელე. ამიტომაც ეს მოქმედებს გეგმებზეც. როდესაც რაღაც გეგმა გაქვთ, არ ისაუბროთ, იმიტომ რომ თქვენი გონება ამას უკვე შესრულებულად აღიქვა. რჩევა მე-18. შენს გარეგნობას, სხეულს, სახეს და სისუფთავეს აქვს ძალიან დიდი გავლენა. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს უთმობს დროს, იწესრიგებს თავს, კარგად იცვამს, აქვს გემოვნება, ესეთი ადამიანი სხვა ადამიანების თვალში ჩანს დისციპლინირებული და ადამიანები ხვდებიან, რომ ეს ადამიანი საკუთარ თავისთვის ბევრს გააკეთებს, აკეთებს ისევაც. და ეს ადამიანი უკვე სხვების თვალში წარმოსაჩენი და დისციპლინირებული ჩანს, რაც რა თქმა უნდა დადებითად წარმოაჩენს ადამიანს. რჩევა მე-19. ყველას ვერ მოეწონები და ეს არის სრულიად ნორმალური. ზოგადად ადამიანებს ბევრ რაღაც არ მოგწონს. და ეს არის სრულიად ნორმალური, რომ ვიღაც რაღაცის გამო არ მოგწონდეთ, რაღაც კრიტერიუმები გქონდეს ერთმანეთის მიმართ და ასე შემდეგ. მაგრამ ამან არ უნდა დაგხიოთ უკან იმისაც, რომ გამოავნოთ საკუთარი თავი და საკუთარი ავთენტურობა. რჩევა მე-20. თუ გინდა რომ ცხოვრებაში დიდი შედეგი დაადო, აუცილებლად დიდი რისკი უნდა გაიღო. ბიზნესშიც ასე არის, ერთ-ერთი აქსიომა არის, რომ თუ გინდა რომ ბიზნესში დიდი შედეგი დაადო, დიდი რისკი არის ამისათვის საჭირო. რჩევა 21. შენი გარემო განსაზღვრავს შენს მიმართულებას. თუ შენი გარემო არ არის დადებითი და ისეთი, როგორიც შენ გინდა, ესე იგი აღმოჩნევ ისეთ ადგილას, სადაც შენ არ გინდა. ამისათვის კი მნიშვნელოვანია, რომ იმოძრაო და იყო იმ ადგილას, იმ გარემოში, როგორიც გინდა რომ გახდე. ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ დაიწყო. ერთადერთი რაითაც შენ შეგიძლია ცხოვრებაში რაიმე გააკეთო, დადებითი არის იმით, რომ დაიწყო. დაწყება და მოქმედება არის ბუნების პრინციპი, ამ სამყაროს პრინციპი და მნიშვნელოვანია რომ ერთ ადგილას არ გაჩერდეთ. აი, რომ მკითხოთ, რომ 100 შეცდომა დაუშვა, ვიდრე საერთოდ შეცდომა არ დაუშვა, აბრჩევდი რომ 100 შეცდომა დამუშვა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ რამდენი რაღაცის სწავლა არის შესაძლებელი. მეგობრებო, ჩემი ვიდეო დასასრულს მივუახლოვდა. ძალიან დიდი მადლობა თუ უყურეთ ამ ვიდეოს და თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდა. როგორც გითხარით, ძალიან მაგარი 23 წელს ვხდები და ძალიან უცნაურია სხვათა შორის, რომ ყოველ წელს უფრო და უფრო დიდი ვხდები, მაგრამ ძალიან მადლიერი ვარ საკუთარი თავით, რომ ძალიან ბევრი რაღაც ვიცი ამასაკისთვის. ასე რომ, ხო, თუ თქვენთვის საინტერესო ვიდეო იყო ეს, ძალიან გამიხარდება თუ გამომიწერთ. დროებით.